ჩვენთან არის ღმერთი. დაგვიდგა მეორე კვირა დიდი მარხვის შეძლების დაგვარად მოღვაწეობთ და ღმერთმა მოგცეს ძალები მარხვის გაგრძელებისა. და ტრადიციულად როგორც მოგეხსენებათ მეორე კვირას დიდი მარხვის აღესრულება ხსენება უდიდესი მნათობისა ეკლესიის წმინდა გრიგოლ პალამასი. ესე იგი, რამდენად დიდი მოძღვარი უნდა იყო, რომ გარდა შენი მოსახსენებელი დღისა, სხვა დღეს არის მისი გარდაცვალების დღე და ჩვენ მას ვიხსენებთ. მაგრამ როგორი დიდი უნდა იყოს ეს პიროვნება, რომ ეკლესიამ მეორე კვირას დიდი მარხვის სპეციალურად, როდესაც არ უნდა ხვდებოდეს მისი, ისე ვთქვათ, დიდი მარხვის მეორე კვირა, ყოველთვის აღესრულება მისი ხსენება. რამდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს პიროვნება. რამდენად დიდი მნათობი უნდა იყო, რომ ასეთი დიდი პატივი მიგაგოს წმინდა დედა ეკლესიამ. ეს ადამიანი, როგორც იცით, იყო თესალონიკის მთავარეპისკოპოსი, მაგრამ მანამდე, ვიდრე გახდებოდა, დაახლოებით სულ 12 წლის განმავლობაში იყო ეპისკოპოსი თესალონიკის. დანარჩენი წლები ათონის მთაზე მოღვაწეობდა იგი. და მოღვაწეობდა მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში. კერძოდ აღესრულა 1349 წელს. არ იყო ძალიან მოხუცი. მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, რომ ადრეც გვითქვამს. ცოტა კადნიერი გამონათქვამია ეს, მაგრამ მაინც გავიმეორებ. ქრისტიანობას, რომ არ ერქვას ქრისტეს სახელი, ქრისტიანობა აქედან გამომდინარე, მაშინ პალამიზმი უნდა ეწოდებოდეს. მე-14 საუკუნე თითქოს ყველაფერი ნათქვამია. რაღა უნდა თქვა ახალი. და საქმე იმაშია სწორედ, რომ ახალი არაფერი არ უთქვამს ამ კაცს. ეს იყო უდიდესი ფილოსოფოსი, ჯერ ერთი, საერო განათლებით თუ ავიღებთ, ეს არის უბადლო მცოდნე არისტოტელეს ფილოსოფიისა. მაგალითად, მისი ახალგაზრდობიდან თუ გავიხსენებთ მომენტს, როდესაც იგი სწავლობს უნივერსიტეტში იმ პერიოდისა, ანტიკურ ფილოსოფიას სწავლობს. გამოიყვანა მისმა ლექტორმა და ეუბნება, რომ წაიკითხოს მოხსენება არისტოტელეს შესახებ. და ისე ჩამოაყალიბა ყველაფერი, რომ ამ ლექტორმა უთხრა, არისტოტელე რომ ესწრებოდეს ამ ნათქვამს შენსას, ალბათ უმაღლეს ნიშანს დაგიწერდაო. თავად არისტოტელესაც კი გაუკვირდებოდა თავისი ფილოსოფია როგორ კარგად იცოდა წმინდა გრიგოლმა. მაგრამ ეს კაცი ფილოსოფოსი არ არის საერთო გაგებით, საერო გაგებით. ეს არის მჭვრეტელი ღვთისმეტყველი. და თავისი განათლებულობა სწორედ აი ამ მჭვრეტელობას მოახმარა მან. ჩვენ არ დავიწყებთ აქ საუბარს მის შრომებზე, მის უდიდეს გიგანტურ ღვთისმეტყველებაზე. უბრალოდ ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, გასაგებად ჩვენ ენაზე მისაწვდომი რო იყოს. შინაარსი მისი ღვთისმეტყველების რა არის? მისი ღვთისმეტყველება რამოდენიმე სიტყვით რო ვთქვათ, არის შემდეგი. თუ ღმერთი არსებობს, მაშინ ეს ღმერთი ცოცხალი ღმერთი უნდა იყოს. და თუ ცოცხალია ეს ღმერთი, ნიშნავს, რომ მას თავის
ქმნილებასთან, ამ შემთხვევაში ადამიანთან ცოცხალი ურთიერთობა უნდა კონდეს. და პირიქით, ადამიანს მასთან ასევე ცოცხალი ურთიერთობა უნდა კონდეს. და თუ ცოცხალი ურთიერთობა იმ ღმერთს ჩემთან არ აქვს, თავის ქმნილებასთან და მე მასთან ცოცხალი ურთიერთობა არ მაქვს. მაშინ ეს ღმერთი გინდ არსებულა და გინდ არა. ესე იგი, რას ებრძვის წმინდა გრიგოლი? ებრძვის იმას, ვინც ამბობს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ქმნილებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. და არც მე მასთან არანაირი კავშირი არ შემიძლია მქონდეს. ასეთ ღმერთს ეწოდება ფილოსოფოსთა მკვდარი ღმერთი. ეს არის მთელი შინაარსი მისი ღვთისმეტყველების. ძალიან ზოგადი, მაგრამ ჩვენ ენაზე გასაგები. ღმერთი თუ არის, მაშინ ცოცხალი ღმერთი უნდა იყოს იგი. სხვაგვარად გინდ ყოფილა იგი და გინდ არა. ადამიანებს ხშირად ჩვენ გონია, თუ კი მე ბიბლიას ვკითხულობ, ეს არის მთელი ურთიერთობა ღმერთთან. აი პროტესტანტობაში ესია მაგალითად. პროტესტანტობაში არის ღმერთი იგივე ბიბლია. ცოცხალი ურთიერთობა მათ არ აქვთ, რასაც გრიგოლ პალამა ლაპარაკობს. თუ კი ღმერთს ანაცვლებ რაღაცით, მნიშვნელობა არ აქვს, უდიდესი სიწმინდე შეიძლება იყოს. შენ ღმერთს ცოცხლად არ აღიარებ. შენი ღმერთი არის მკვდარი. ფილოსოფოსთა ღმერთია. ეხლა თქვენ იტყვით, ფილოსოფოსთა ღმერთი რაღაცა? რას ნიშნავს მკვდარი ღმერთი? რას ნიშნავს ფილოსოფოსთა ღმერთი? რა გაგებაა ეს? სადაური გაგებაა. თუ ღმერთია, ესე იგი ერთი უნდა იყოს. ფილოსოფოსთა იქნება, რელიგიური ღმერთი იქნება. ამას რა განსხვავება აქვს? რა შუაში ეს ჩვენი თქმა? ეს არის ძალიან არსებითი საკითხი. მაგალითს მოვიყვან ორადორს, რომ გასაგები იყოს მთელი შინაარსი ჩვენი აზრისა. რა არის მკვდარი ღმერთი? ფილოსოფოსთა ღმერთი რა არის? აი მაგალითად, არისტოტელე ვახსენეთ. ფილოსოფიაში ყველა ფილოსოფოსი, თითქმის ყველა, თუ ათეისტები არ არიან, მაგრამ ის ათეისტებიც, სარტრი იქნება ეს, ჰაიდეგერი იქნება, კამიუ იქნება თუ სხვანი და სხვანი, ფოიერბახი იქნება თუ სხვები, ყველანი ეძებენ ღმერთს. ოღონ ამ ღმერთს სხვადასხვა სახელებს არქმევენ. რომ ყველა მათგანი თითქმის ღმერთისადმი დიალოგით ამთავრებს. ოღონ ეს ღმერთი შეიძლება კერპი იყოს, შეიძლება საკუთარი თავი იყოს, შეიძლება მეორე ადამიანი იყოს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავი ღმერთს პრინციპს ეძებენ. ყველა მათგანი. მაგრამ არიან ათეისტები, აშკარა არიან თეისტები, მაგრამ ცოცხალ ღმერთს არ აღიარებენ ესენი. რელიგიურ, ბიბლიურ ღმერთს არ აღიარებენ, რასაც გრიგოლ პალამა ამტკიცებს თავის ღვთისმეტყველებაში. არისტოტელე ვთქვით. არისტოტელე, რომელიც ცხოვრობს ქრისტეს შობამდე მე-4 საუკუნეში, ეს არის უდიდესი გონება, გიგანტი, დღესაც რომ მთელი სამყარო ეთაყვანება მის გენიალობას. ეს არის პირველი სოკრატე, პლატონი და მათი მოსწავლე არისტოტელე. მეცნიერი, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი, ამიტომაც გამოვიდა ძალიან ჭკვიანი ისიც. და ასეთ რამეს ამბობს. ღმერთთან ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ღმერთთან დაკავშირებით ამბობს. სამყაროში ყველაფერი მოძრაობს. ყველაფერი იცვლება. ეს მისი გამოგონილი არ არის.
ეს არის მანამდე ფილოსოფოსის ნათქვამი, ჰერაკლიტე იყო ასეთი, რომელიც ამბობდა ყველაფერი იცვლება. პანტარეი ერთსა და იმავე დინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. იცვლება და მაგიტო. აი ეს დებულება ჰერაკლიტესი აიღო არისტოტელემ და თქვა სამყაროში ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება, მაგრამ რო დაუკვირდეთ ამ მოძრაობას თავისი მამოძრავებელი უნდა ყავდეს. ანუ თავისი საფუძველი, ყველაფერს თავისი საფუძველი აქვს. მაგალითად, შენობა. ავიღოთ შენობა. შენობის მიზეზი საფუძველი არის აგური და მშენებელი. ეს არის მისი საფუძველი. მაგრამ ამ აგურსაც, რომელიც საფუძველია შენობისა, აქვს თავისი საფუძველი. თიხა. თიხას თავისი საფუძველი აქვს. და მივდივართ სიღრმეში. მეორე მხრივ, მშენებელი. მშენებელი შენობასთან მიმართებით საფუძველია. მაგრამ თვითონაც ყავს საფუძველი. მშობლები. იმ მშობლებს თავისი მშობლები და მივდივართ სიღრმეში და ყველაფერს ასე. ყველაფერს თავისი მიზეზი უნდა გააჩნდეს. უმიზეზო არაფერი არ არსებობს, რაც კი არსებობს ჩვენს გარშემო. და თუ კი ეს ასია, არისტოტელი ამბობს, უნდა არსებობდეს უძრავი მამოძრავებელი, რომლისგანაც ყველაფერი მოძრაობს, მაგრამ თუ ისიც მოძრაობს, ის მამოძრავებელი, მაშინ რაღაცა უნდა იყოს მისი მიზეზი და მივდივართ უძრავთან. და არისტოტელის თანახმად ეს მამოძრავებელი, რომელიც უძრავია ამავე დროს, არის ღმერთი. ეხლა რატო თქვით ეს? არისტოტელე ღმერთს როგორც პრინციპს ისე აღიარებს. არისტოტელე რელიგიური კაცი არ არის. უდიდესი მიგნებაა. ამას კიდე სიღრმეები გააჩნია უდიდესი. ათეისტები ამას უარყოფენ. შემდგომში თომა აქვინელმა შემდგომ შუა საუკუნეებში ეს დებულება, როცა ამტკიცებდა ხუთი დადასტურება ღმერთის არსებობისა, ერთ-ერთი არისტოტელეს ეს თეზა გამოიყენა მან. ის ის დიდი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იყო, ოღონდ კათოლიკე, თომა აქვინელი. და რა არის თქვა გვინდა ეხლა რომ არისტოტელე ჩვენ ვერ დავარქმევ წმინდა მამას. იმიტომ კი არა რომ ქრისტიანი არ იყო და წარმართი იყო, მაგიტო არა. იმიტომ რომ მისი ღმერთი მკვდარი ღმერთია. სხვაგვარად რო ვთქვათ, არისტოტელეს ამ უძრავ მამოძრავებელთან არანაირი რელიგიური კავშირი არ გააჩნია. არის და იყოს. ის თავისთვის მე ვიპოვე პრინციპი, იყოს თავისთვის. ვიღაცა ათეისტი ამბობს, მე უარყოფ, შენ უარყოფ, მე ვაღიარებ. მორჩა. ის ათეისტია სინამდვილეში, ეს არისტოტელეც. ზოგადი გაგებით, იმიტომ რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც სოციალური ურთიერთობა, ლოცვითი, რელიგიური, გულითადი ურთიერთობა არ აქვს, როგორც პალამა ამბობს, ყველა არის ათეისტი. იმ ათეისტობის გაგებით კი არა, რასაც ათეიზმი ეწოდება. ურთიერთობის არ მყოფობის გარეშე რო ხარ. აი ეს არის ათეიზმი. აი არისტოტელემ ღმერთამდე მივიდა, ღმერთი დაამტკიცა, მაგრამ დარჩა ფილოსოფოსად. ამას რაციონალისტური ღმერთი ქვია. გამოგონილი ღმერთი, ფილოსოფოსთა ღმერთი. ანუ მკვდარი ღმერთი. დიდი მიგნება უდაოდ, რომ ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ
მაგრამ რელიგიური ღმერთი ეს არ არის. მეორე თეზა, მეორე მაგალითი. მე-17 საუკუნეში ცხოვრობდა ფრანგი, დიდი ფრანგი, მეცნიერ ფილოსოფოსი რენე დეკარტი. ასეთი დიდი ოპტიკა მან მოიფიქრა. დღეს რო სათვალე გვიკეთია, მისი წყალობით ვართ. დიდი ფილოსოფოსი. აი, გარდა თავისი ამ მეცნიერული თეზებისა და გამოგონებებების, იყო ფილოსოფოსი უდაოდ დიდი. რაციონალიზმის შექმნა ფილოსოფიაში მან. ანუ გონებით ვამტკიცებ ჭეშმარიტებას, რაციონალიზმი ამას ქვია ფილოსოფიაში. ეხლა რას ამბობს ეს კაცი? რა ჩვენ გარშემო არსებობს? საგნები, ადამიანები, მოვლენები. ვინ თქვა, რომ ეს ყველაფერი არის რეალურად არსებული? იქნებ სიზმარში ვართ ჩვენ. ფილმებია გადაღებული ამ ფილოსოფოსის გავლენით. ერთი მატრიცა მაგალითად. რა არის რეალური სამყარო? იმაში, რაშიც მე ვცხოვრობ, რეალური არის თუ არა? შემდგომში ნოლანმა გადაიღო კრისტოფერმა საწყისი ესეთი ფილმი. მოგზაურობა აჩრდილებში, სიზმრებში. მინდა გაიგე რა არის რეალობა. ამის გავლენით გადაიღეს ფილმები. უდიდესი გავლენა მოახდინა ამან. სკეპტიკური დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ხა თქვენ იტყვით, მე ხო განვიცდი, რას ქვია, მე ხო ხედავ, განვიცდი, ვეხები ვჭამ და სიზმარში რა იგი იმავეს არ განიცდი? სიზმარში გარბი ხარ, განიცდი ყველაფერს, როგორც რეალობაში. და ვინ გითხრა, რომ აქ რო ხარ შენ, სიზმარში არა ხარ, რითი ამტკიცებ ამას? ხედავთ, როგორი გადასვლა გააკეთა ამ კაცმა. და ვერავინ ვერ ამტკიცებს. მინდა დაამტკიცე, რომ რეალობაში ხარ. რითი უნდა დაამტკიცო? რო გტკივა, იქაც გტკივა სიზმარში. რო ხედავ, იქაც ხედავ. განიცდი, იქაც განიცდი. და ვინა თქვა, რომ ეს რეალობაა? და კაცმა თქვა, კოგიტო ერგო სუმ. ვაზროვნებ, მაშა სადამე ვარსებობ. ერთადერთი უეჭველი, რაც შეიძლება მე ვამტკიცო ამ სამყაროში, სიზმარია თუ რეალობაა. ეს არის ჩემი აზროვნება. მე ხო ვაზროვნებ, შეიძლება სიზმარში ვარ, ან არა ვარ, მაგრამ ეს ხო აზრი არის ჩემი. ერთადერთი დამადასტურებელი ჩემი არსებობისა უეჭველად რო ვიცი მე რო არსებობს იგი და რეალურია. მე ჩემი გონება. ვაზროვნებ, მაშა სადამე ვარსებობ. ეხლა თქვენი რა კავშირია ღმერთთან ეხლა? ეს კაცი მივიდა ღმერთამდე და ამბობს, რადგანაც ერთადერთია ჩემ ცხოვრებაში, რაც მე შეიძლება თქვა უეჭველად რო არსებობს, ეს გონება ჩემი. და ვინ შექმნა ეს ჩემი გონება? მე? სამყარომ? სიზმარმა? არ შეიძლება ასე იყოს. და მიდის ეს რენე დეკარტი, ეს უდიდესი გონება. იქამდე რომ ამბობს, რომ ღმერთი უნდა არსებობდეს, ვიღაცამ ეს გონება მე მომცა. და ეს დიდი გონება, ჩემი გონების შემქმნელი, უნდა იყოს დიდი მათემატიკოსი, სადაც ყველაფერი უეჭველია, რო არსებობს. მაგრამ ესეც ლამაზი თქმა არის, უდიდესი აზრია. მამარდაშვილი, ჩვენი გორელი დიდი ფილოსოფოსი. მთელი სერია აქვს, მთელი სერია ლექციების, კარტეზიანული ლექციები ქვია მას. მთელი სერია დაუთმო. ეს ცალკე გენიოსია, შეიძლება ადრე შემდგომში მე ვილაპარაკოთ ამ დიდ მოვლენაზე, ჩვენ გორელზე, უდიდეს კაცზე. და მთელი რიგი საკითხები, ლექციები აქვს დათმობილი
რენე დეკარტისათვის და დეკარტისადმი. და აი ეს ღმერთი, დიდი მათემატიკოსი რო თქვა დეკარტმა, არის არარელიგიურ ფილოსოფოსთა ღმერთი, მკვდარი ღმერთი. დეკარტს არადენი კავშირი რელიგიური ამ ღმერთთან არ ჰქონდა. უბრალოდ მივიდა იქამდე. ასია იმანუელ კანტი ღმერთამდე მივიდა. დაწერა წმინდა გონების კრიტიკა, მერე შემდგომი და მივიდა ღმერთამდე. ნიუტონი მივიდა ღმერთამდე. მაგრამ ვერც ერთ მათგანს ჩვენ მორწმუნე კაცს ვერ დავარქმევთ. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი წვლილია, უმნიშვნელოვანესი აზრებია, მაგრამ ეს აზრები არის მხოლოდ გონებაში. პრინციპი აღმოაჩინეს, იყოს ეს პრინციპი. იქამდეც კი მივიდნენ, დეიზმი იქადაგეს. ღმერთი არსებობს, დაქოქა კანონები მისცა სამყაროს, როგორც მესაათემ, საათი თვითონ მუშაობს. ღმერთი არ ეხება ამას. ღმერთი არსებობს, რო კითხო. მაგრამ ესეც ათეიზმია გარკვეულწილად. და ასე შემდეგ, უამრავი სისტემა, უამრავი დებულება მიგნება. აი სწორედ ამ სისტემების რო თქვათ უარყოფას კი არ უნდება პალამა მე-14 საუკუნეში. ამას აფასებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ვინც ამბობს, რომ ეს არის ჭეშმარიტი რელიგიურობა, რაც ახლა ჩვენ მოვყევით და რაც არ მოგვიყოლია, პალამა ამბობს, ეს რელიგიური ცხოვრება არ არის. ეს ათეიზმია გარკვეული დონისა. იმიტომ რომ ესეთი ღმერთები თქვენი მოგონილი ფილოსოფოსთა მკვდარი ღმერთებია. მე ცოცხალ ღმერთს ვემსახურები. მე ვცხოვრობ მასში. ის მოქმედებს ჩემში. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი მიუწვდომელია თავისი არსებით, მისაწვდომი არის თავისი მოქმედებებით და მე განვიღმრთობი რეალურად და არა გადატანითი მნიშვნელობებით. ძალიან ზოგადად ეს არის მთელი შინაარსი პალამიზმისა. რეალური ცხოვრება ღმერთში. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა რეალური სულიერი განცდა ღვთისა, რაც არის რელიგიური ურთიერთობა და ცოცხალი ღმერთის აღიარება. სხვაგვარად ჩვენ ვართ ღვთისმეტყველნი, მეცნიერნი, ფილოსოფოსნი, რომლებიც ვაღიარებთ ღმერთს, მაგრამ ერთგვარად ათეისტებად ვრჩებით. იმიტომ რომ მე ღმერთთან ურთიერთობა რელიგიური და სულიერი საერთოდ შეიძლება არ მქონდეს. განცდა ღვთისაა საჭირო. რელიგიური კაცი ამით ცხოვრობს და რელიგიურ კაცს აი ამ შემთხვევაში საერთოდ შეიძლება განათლება არ ქონდეს. რელიგია განათლებულთა რელიგია არ არის ქრისტიანობა. უბრალო ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სოფლიო კრებებზე, პალამიზმზე და ასე შემდეგ, შეიძლება ცხონებებული იყოს. ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა გქონდეს. ერთად აღებული პროფესორები შეიძლება ჯოჯოხეთში იყვნენ. იმიტომ რომ გამოგონილი ღმერთი ცხოვრობენ ისინი, რაც ცოცხალ ღმერთს არ გულისხმობს. ასე მთელი ანი და ხოე ქრისტიანობისა. ელიტარული ჯგუფები არ არის ქრისტიანობაში. ყველანი ერთნი ვართ. უბრალოდ პროფესორიც, გლეხიც, მუშაც და სხვა. თავარია შენ რა ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან. და არა ის მე ბევრი წავიკითხე. ახლა გაღმრთობაში ვიმყოფები. ესე ტყუილები. პალამა უდიდესი განათლების კაცი იყო, მოგახსენეთ. მაგრამ ხიბში არ ჩავარდა ამის გამო.
იცოდა რა იყო რელიგიური ცხოვრება. და ზოგს წიგნის კითხვა გონია რელიგიური ცხოვრება, რაციონალისტური დამოკიდებულება რელიგიისადმი, რასაც პროტესტანტობა აღიარებს. პროტესტანტობა არის რაციონალური დამოკიდებულება ღმერთთან. განაცუდია ეს, მაგრამ რაციონალიზმში რჩება. ეს მართლმადიდებლობისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია. დააგლოცოთ ღმერთმა და შეგვაწიოს უფალმა წმინდა გრიგოლ პალამას ლოცვა და მადლი. მადლის ღვთისმეტყველი იყო, რჩება და ყოველთვის იქნება. და ამას გვასწავლის პირველ რიგში. მადლი არის ღმერთი. ჯვარი გეწეროთ.